პროპაგანდა არ არსებობს. გადავწყვეტე ასე დამერქმია ჩემი ვლოგების 10 ეპიზოდიანი სერიისთვის, რომლის ჩაწერაც განვიზრახე რამდენიმე დღის წინ, რადგან აღმოაჩინე, რომ პროპაგანდასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი საუბრობს, ბევრ ამბავს ყვება, თუმცა ძირითადი ამბები მაინც უფრო მიმდინარე პროცესების ანალიზია, ვიდრე საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეო პროდუქტი. ხო და ამიტომ გადავწყვეტე, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება რაღაცა მეკცია 10 პატარა ეპიზოდად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ჰიბრიდული ომის საინფორმაციო გარემო, ზოგადად რას აკეთებს ჰიბრიდული ომის საინფორმაციო გარემოში და რატომ არ არის ის ყველაფერი პროპაგანდა, რასაც ხშირად ვეძახით ხოლმე, უпростоრად როგორ არ არის. არის უბრალოდ რატომ არის ეს პროპაგანდის მხოლოდ მცირე ელემენტი და სინამდვილეში რატომ არის პროპაგანდა გაცილებით უფრო დიდი მანქანის ერთი ნაწილი, რომლის უკანაც უამრავი სხვა რამ იმალება. და ამ მანქანაში საბოლოო ჯამში იმდენი რამ იყრის თავს, იმდენი დეტალი მექანიზმი მუშაობს, რომ მხოლოდ პროპაგანდასთან ბრძოლა საბოლოო ჯამში შედეგს უბრალოდ არ იძლევა. სწორედ ამიტომ დავარქვი ამ ეპიზოდს პროპაგანდა არ არსებობს, რომ ადამიანებს დიდი ნაწილი დაფიქრდეს არა იმაზე, თუ რა არის პროპაგანდა და რა არ არის პროპაგანდა, არამედ იმაზე, რა მექანიზმის ნაწილია პროპაგანდა, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ და ჩვენს წინააღმდეგ როცა ვამბობ, მაშინ გულისხმობ ხოლმე არა რამე ინდივიდუალურ ჯგუფს ადამიანების, არა რაიმე ვთქვათ რაღაცა ბაბლს ან მიკროსოციუმს, როგორც გინდათ ისე დაარქვით, არამედ ჯამში სახელმწიფოს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი წარმოადგენს და რომელიც ხო იმისთვის არსებობს საბოლოო ჯამში, ანუ სახელმწიფოზე მაქვს საუბარი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა რაღაცა უკეთესობისკენ გადადგას ნაბიჯები აი ამ გარემოში, რომელსაც ჩვენ საქართველო სახელმწიფო ქვეყანა, რაც გინდათ ის დავარქვათ, ამ ეტაპზე მოდი ასე ვიტყვი. ახლა იტყვიან საქართველოზე თქვაო, რაც გინდათ ის დავარქვათო და საბოლოო ჯამში, ხო, ვიღაცისთვის საქართველო უბრალოდ საქართველოა, ვიღაცისთვის საქართველო სახელმწიფოა, ვიღაცისთვის ქვეყანა, ამ ტერმინებს შორის ბევრი შინაარსობრივი განსხვავებაც არის, თუმცა უფრო მეტად ახლა ემოციურ განსხვავებებზე მინდა ვთქვათ ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ ხო, ვიღაცისთვის საქართველო უბრალოდ ქვეყანაა, რომელიც სადღაც არსებობს და თვითონ ამ საქართველოში თავისთავი არ წარმოუდგენია, ამ სოციუმის, ამ სივრცის ნაწილად არ წარმოუდგენია, ვიღაცისთვის სახელმწიფოა თავისი ინსტიტუციებით და ეს ინსტიტუციები რაღაცებს აკეთებენ, რაღაცებს არ აკეთებენ და მიდის მოკლედ მუშაობა ამ კონკრეტული ინდივიდის twin-ში, ვისაც საქართველოს სახელმწიფოა, რომ ეს სახელმწიფო იყოს ისეთი სახელმწიფო, როგორც სხვა სახელმწიფოებია, მაგრამ ხანდახან გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო თავის ინსტიტუციონალურ ჩარჩოებთან ერთად ემოციურ ჩარჩოებსაც მოიაზრებს და არსებობენ ადამიანები, რომლებთვისაც ემოციურად უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ქვეყანას უფრო ხშირად იყენებს ხოლმე ტერმინს. მე მაგალითად იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ხშირად ვეძახი ქვეყანას და ხო, საქართველოსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე უბრალოდ იმის აღსანიშნავად, რომ სახელმწიფოზე ვსაუბრობ, ანუ ჩემთვის ეს სამი ტერმინი მოკლედ ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ცალ-ცალკე არც ერთი არ არსებობს. გარდა ამისა, ხშირად ვიყენებ ხოლმე ტერმინს ქართველი ხალხი ან ქართველი ერი და ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ეს ქართველი ხალხიო რას ნიშნავს, ანუ ეთნიკურად არა ქართველი ვინც არ არის საქართველოს მოქალაქედ კი არა და საქართველოს სივრცეში არ მოიაზრებო და ცალსახად არა ეგრე არ არის. პირიქით მე ქართველ ხალხს, ქართველ ერს ვიყენებ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის მიმართ ამ ტერმინს მოკლედ ასე ვიყენებ ხოლმე. ხო, ტერმინოლოგიური გარჩევები მოკლედ პროპაგანდასთან დაკავშირებით ხშირია და აი ახლაც დავიწყე საუბარი იმაზე, რომ ტერმინი პროპაგანდა ხშირად აბსოლუტურად სხვა შინაარსით გამოიყენება და აგერ უცებ სამ აბსოლუტურად განსხვავებულ ერთი შეხედვით ვიღაცისთვის და ჩემთვის აბსოლუტურად ერთნაირ ტერმინებზე ვისაუბრე. რატომ ერთნაირზე? იმიტომ რომ თავარი ჩემთვის დამოკიდებულება და პროცესია, მოდი ასე ვიტყვი და ის კონტექსტი, რომელშიც ეს ტერმინები არსებობს. ხო, განყენებულად თუ განვიხილავთ სახელმწიფოს, ქვეყანას და ცალკე აღებულებთ საქართველოს, შეიძლება ვიღაცისთვის აბსოლუტურად სხვადასხვა რამ იყოს და როცა ვსაუბრობ იმაზე, რას ნიშნავს ხო ვიღაცისთვის და რატო არა აქვს მნიშვნელობა რომელ ტერმინს გამოვიყენებთ, მოკლედ აი ამ ჩარჩოში ჩემთვის ხო აბსოლუტურად იდენტური ტერმინებია სახელმწიფო, საქართველოს და ქვეყანაც, ვიღაცისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ვიღაცისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტერმინს საქართველოს მოქალაქეს, ქართველს ან ქართველი ხალხი, ქართველი ერი, თუმცა ნუ ჩემთვის ამ ჩარჩოში, ამ კონტექსტში და ამ ვიდეო ბლოგში განსაკუთრებით, როცა ნებისმიერ ამ ტერმინს გამოვიყენებ, მოკლედ შინაარსობრივად და ემოციურად
აბსოლუტურად იდენტურ რაღაცებზე ვლაპარაკობ და ამიტომ მოკლედ წინასწარ მინდა რომ ჩარჩოებზე შევთანხმდეთ. რეალურად ამ ბლოგის მთელი ამოცანა ჩარჩოებზე შეთანხმება იქნება, იმიტომ რომ დანარჩენი 9 და იმედი მაქვს რომ მოვახერხებ ამას ჩემი სიზარმაცე დავარქვათ ამას პირდაპირ პროკრასტინაციას ეძახიან ხოლმე ბოლო პერიოდში ლამაზად, მაგრამ ჩემი სიზარმაცის გათვალისწინებით იმედი მაქვს რომ მივიყვან 10 ეპიზოდს ბოლომდე და მე ვნახოთ როგორ წავა ეს საქმე. თუმცა მნიშვნელოვანი ამბავი ის არის რომ აი ამ დარჩენილი 9 ეპიზოდის ვიყოთ ოპტიმისტები. განმავლობაში რაზეც ვისაუბრებ ამ ყველაფრის ჩარჩო მინდა რომ დღევანდელ პირველ ეპიზოდში განსაზღვრო და გარდა ამისა ხო რაღაცა პატარა შეთანხმებები გავაკეთო აუდიტორიასთან იმასთან დაკავშირებით თუ რას გულისხმობ იმაში რაზეც ვსაუბრობ ხო ხანდახან ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ადამიანები ვიყენებთ რაღაცა სიტყვებს ტერმინებს განსაკუთრებით და აბსოლუტურად სხვა რაღაცებს გულისხმობ. მაგალითად, როცა პროპაგანდაზე საუბრობენ, თუ კი წინასწარი შეთანხმება არ არსებობს, რას გულისხმობ ტერმინში პროპაგანდა, გულისხმობ კონკრეტულად ერთი გადაცემის შინაარსს, რომელმაც თქვათ პროპაგანდისტული ზეგავლენა მოახდინა მაყურებელზე. აი რა არის პროპაგანდისტული ზეგავლენა, მე უცებ მკითხავს ჩვენი მაყურებელი, ხო? ანუ მავნე ზეგავლენაა, პროპაგანდისტული ზეგავლენა, არა და სიტყვა პროპაგანდა ცუც არაფერს ნიშნავს თავის მხრივ, ხო? იდეაში გავრცელებაა მისი მთავარი აზრი, შინაარსი და ამ აზრი და შინაარსით ჩამოყალიბდა და შეიქმნა თავის დროზე, როცა პირველად კათოლიკურ ეკლესიაში გამოიყენეს პაპის ბულებში ეს ტერმინი პროპაგანდა, რაც ნიშნავდა ქრისტიანობის გავრცელებას, ანუ ნიშნავდა რა მისი დატვირთვა რეალურად ეგ იყო, ხო, როცა ვიღაცა წერდა, რომელიმე პაპი წერდა თავის ბულაში, ან რომელიმე თქვათ კარდინალი წერდა თავის წერილში, ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომ პროპაგანდა უნდა მოხდეს რაღაცისა, ძირთად იგი საუბრობდა რელიგიის პროპაგანდას კათოლიკური ეკლესიის მიერ წარმოებულ საგანმანათლებლო და მომლოცველობით საქმიანობაზე მათ შორის და რელიგიის გავრცელებაზე, რა თქმა უნდა, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო კათოლიკური ეკლესიისთვის და არა მარტო კათოლიკურისთვის, ალბათ ნებისმიერი ეკლესიისთვის მისი რწმენის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ხო, რელიგიაზე ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს საუბარი იმაზე თუ როგორ იყენებს რელიგიის საკითხებს, არა რწმენისას, არამედ აი რელიგიისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პროპაგანდა და არა მარტო პროპაგანდა, ჰიბრიდული ომი, მთლიანად მთელი მექანიზმი ჰიბრიდული ომისა, როგორ იყენებს რელიგიას, როგორც ზეგავლენის ინსტრუმენტს და როგორ იყენებს როგორც არა მარტო ზეგავლენის, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირ ესეთი ინსტრუმენტის ფუნქციით და დატვირთვით, როგორ გამოიყენება ხოლმე რელიგიები ბევრ სახელმწიფოში, არა მარტო ვთქვათ საქართველოში და საქართველოში ეს ძალიან აქტუალური თემაა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ღიად თქვა რუსეთის ფედერაციამ, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ხო, როგორი იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კონფიგურაცია, ვინ იქნება მისი საჭეთმყრობელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ პირდაპირ არ მალავს ამას რუსული ეკლესია და რუსეთის რაც მთავარია რუსული ეკლესიის მიღმა არ მალავს ამას რუსეთის სახელმწიფო თავისი სადაზვირო ინსტრუმენტებით, რომ მათთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ისინი როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იქნება ეს ვთქვათ სერბეთი, იქნება ეს უკრაინა, თუ სხვა ნებისმიერი სახელმწიფო, საბერძნეთი მაგალითად ავიღოთ, ცდილობს რუსეთის ფედერაცია რომ შეაღწიოს ეკლესიის წრეებში და რელიგია აქციოს ინსტრუმენტად ისე როგორც ეს რუსეთის ფედერაციაში დიდი ხნის წინ მოხდა. ხო, ამიტომ რელიგიაზეც ვისაუბრებთ და აი მნიშვნელოვანი ამბავი, რაზეც საუბრობდით და რაზეც უნდა გავაგრძელოთ საუბარი, ეს ტერმინოლოგია, ხო, ანუ პროპაგანდა როგორც ტერმინი თავის თავში ცუდს არაფერს ნიშნავდა, მანამ სანამ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ბოლო პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში და მეორე მსოფლიო ომის ბოლოს განსაკუთრებით, მას არ მიეცა ნეგატიური დატვირთვა. სინამდვილეში სიტყვების დიდი ნაწილი სწორედ ასე მუშაობს, ხო, სიტყვების დიდი ნაწილს თავიდან ან დასაბამში ან ნეგატიური, ან პოზიტიური და ასე რა ქვია, დატვირთვა იშვიათად აქვს ხოლმე. ნუ არის ცალკეული სიტყვები, რომელსაც ცალსახად ნეგატიური დატვირთვა აქვს, მაგრამ ხანდახან სიტყვები, რომელსაც თავიდან პოზიტიური დატვირთვა ჰქონდა, მერე ნელ-ნელა თავისი მოქმედებიდან და თავისი რაღაცა საქმიანობიდან გამომდინარე იღებს ხოლმე ნეგატიურ დატვირთვას და აი პროპაგანდა სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიტყვაა და ამიტომ როცა ვახსენებთ ხოლმე სიტყვა პროპაგანდას, ნუ თავიდანვე შეთანხმება მნიშვნელოვანია. ჩვენ ბოლო პერიოდში კი შევთანხმდით, რომ პროპაგანდა აპრიორ ცუდ რამეს ნიშნავს და ამაზე ვთქვათ რაღაცა დავას არ ვუწყებთ, მაგრამ რა არის ეს ცუდი რამე? ეს არის ერთი გადაცემა, ეს არის მთელი სისტემა, ეს არის ვთქვათ რაღაცა ერთი ტელეარხი, ეს არის ერთი ხელისუფლების მიერ გაკეთებული რაღაცა ქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანიც ადამიანების
ადამიანებით манипулირებაა, ეგ არის პროპაგანდა ვიღაცისთვის კი, ვიღაცისთვის არა და ამიტომ რო დაუბრუნდეთ ესე იგი ამ ეპიზოდის სახელს, პროპაგანდა არ არსებობს. სწორედ ეს იყო მოტივი ჩემი, ანუ ეს სახელი გამომეყენებინა ასეთი ფორმულირებით, იმიტომ რომ იმ გაგებით, რა გაგებითაც კონკრეტული ადამიანისთვის არსებობს პროპაგანდა, მეორე ადამიანისთვის შეიძლება უბრალოდ არ არსებობდეს. და საბოლოო ჯამში პროპაგანდა როგორც მექანიზმი, როგორც ელემენტი, დღესდღეობით განყენებულად უბრალოდ მართლა არ არსებობს. როცა ვინმე ამბობს, რომ იგი პროპაგანდას ებრძვის, რეალურად იგი ებრძვის არა კონკრეტულად პროპაგანდას როგორც ელემენტს, ვთქვათ, საინფორმაციო ომებისა, ან საინფორმაციო ოპერაციებისა, არამედ აი ამ ყველაფრის ინტეგრირებას ერთ დიდ ამბავში, რომელსაც დღეს უკვე ჰიბრიდული ომის სტრატეგიას ვეძახით. ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგია გნებავთ ავიღოთ, ვთქვათ, რუსული, გნებავთ ავიღოთ ჩინური, რომელიც ასევე არსებობს და ასევე ძალიან აქტუალურია. ამ ნაწილში, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ვის სტრატეგიას ავიღებთ, ამ ნაწილში ყველა სტრატეგია ერთიანია. და ეს ერთიანი სტრატეგია ამბობს, რომ ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი ელემენტი აუცილებლად არის საინფორმაციო ელემენტი და ამ საინფორმაციო ელემენტში, რა თქმა უნდა, პროპაგანდა თავის ღირსეულ ადგილს იკავებს, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ. და სანამ ამ პროცესებზე გავაგრძელებთ საუბარს და შეიძლება შემდეგ ეპიზოდებშიც მოხდეს, მანამდე გავაგრძელოთ უნდა აუცილებლად ჩარჩოების მოხაზვა და ამ ჩარჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას ებრძვის ეს კონკრეტული ამბავი, ხო, რისთვის არსებობს საინფორმაციო ომის ან საინფორმაციო ოპერაციების, ან რა ვიცი, როგორც გინდათ ის ტერმინი გამოვიყენოთ, თუმცა მე ამ სამ ტერმინში ვიმოძრავებ კიდევ ერთხელ ტერმინებს რომ დაუბრუნდეთ, პროპაგანდა, საინფორმაციო ომი, საინფორმაციო ოპერაციები, უფრო ხშირად ალბათ პროპაგანდას და საინფორმაციო ომს გამოვიყენებ და პროპაგანდა ნაწილია ცალსახად საინფორმაციო ომისა, თუმცა ეს ყველაფერი მოდით აი ესე სისტემაში ასე შევხედოთ, რომ გვაქვს ჰიბრიდული ომი და მისი საინფორმაციო ნაწილი, ანუ საინფორმაციო ელემენტი, ან მოდი ასე დავარქვათ, საინფორმაციო სიბრტყის ელემენტი, უფრო სწორი ალბათ ეს იქნება, ანუ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო სიბრტყის ელემენტებია, სწორედ საინფორმაციო ომი და საინფორმაციო ომის ეს მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც პროპაგანდა ქვია. ხო, და აი ამ ყველაფერში რის წინააღმდეგ იყენებენ, ხო? ანუ აი ჰიბრიდულ ომში, მაგალითისათვის, თუ კი შევხედავთ ჰიბრიდული ომის ეკონომიკურ ელემენტს, ნუ იქ ნათელია ყველაფერი, რომ ჰიბრიდული ომის ეკონომიკური ელემენტი მიზანია დაასუსტოს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობა, მოდი ეს ტერმინი შემოვიტანოთ, მდგრადობა, ხო? ეკონომიკური სიმყარე, თუ გინდათ ასე ეს ტერმინი გამოვიყენოთ. და საბოლოო ჯამში საინფორმაციო ელემენტის მთავარი ამოცანა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ერის თვითშეგნების დეზორიენტირება, ესე დავარქვათ ამას, რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს იმას, რომ თურმე ყველა ერს აქვს ეგრეთ წოდებული ღირებულებათა სისტემის მიერ ფორმირებული, ეგრეთ წოდებულს რატო ვიყენებ ხოლმე ხშირად ამ სიტყვას, იმიტომ რომ სხვადასხვა ლიტერატურაში, სხვადასხვა მეცნიერთან ამას შეიძლება სხვა სახელი ერქვას, თუმცა მე ვცდილობ რომ გამოვიყენო ის ტერმინები, რომლებიც ჩემი აზრით უფრო კარგად ასახავს, უფრო კარგად მოიცავს შინაარს იმ ამბისა, რომელზეც ვსაუბრობთ, ხო, კონკრეტულ ვითარებაში. ამიტომ გამოვიყენებ მოკლედ ესე ერის თვითშეგნების, ანუ ერის ღირებულებათა სისტემის მიერ ფორმირებული ერთი ძლიერი საყრდენის, აი ესე რომ ვთქვათ, ფუნდამენტის, საფუძვლის, რაც გინდათ ის დავარქვათ, მისი მორყევა, მისი განადგურება, მისი გაქრობა, მასში ბზარების შეტანა. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც ახასიათებს ჰიბრიდული ომის საინფორმაციო კომპონენტს. მეორე მიზანი ეს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედების მოხდენა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინფორმაცია ყველა თქვენგან სჭირდება იმისთვის, რომ მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. მაგალითისთვის, თუ კი არ გაიხედავთ გარეთ და არ გეცოდინებათ როგორი ამინდია, ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებას რა ჩაიცვათ, ხო? შესაბამისად, თქვენი ტვინი ითხოვს ინფორმაციას ამინდთან დაკავშირებით. ან მაგალითისთვის, თუ კი არ იცით საღამოს სად აპირებთ წასვლას, დღეს სწორად ვერ დაგეგმავთ, ხო? იმიტომ რომ თქვა თუ კონცერტზე მიდიხართ, რაღაცა გჭირდებათ მოსამზადებელი დრო ამისთვის, ტანზე გინდათ რომ გამოიცვალოთ, რა დროს არის ეს ამბავი, ეგეც მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმოთ თქვა ტრანსპორტი სწორად და ასე შემდეგ და აი ეს გადაწყვეტილება
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღის განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს აქვს მისაღები, მოითხოვს ინფორმაციულ უზრუნველყოფას ტვინისთვის. ანუ ტვინი ითხოვს ინფორმაციას და მე ამის მიხედვით ხდება ანალიზი და პროცესები, ანუ უკვე გადაწყვეტილებების შემდეგ შესაბამისი ქმედებების განხორციელება, ხო, პროცესი ასე მიმდინარეობს. ხო და არსებობს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც მე სახელმწიფოს განვითარებასთან არის უშუალო კავშირში და აი საინფორმაციო ელემენტის, ანუ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტის მნიშვნელოვანი ამოცანა, მეორე ამოცანა, მოდი ესე დავარქვათ, თანმიმდევრობა პირობითია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ელემენტი, მოკლედ მეორე ამბავი, მეორე მიზანი არის სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედება. და მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი და როგორც ვთქვით, თანმიმდევრობა პირობითია მიზანი და ამოცანა არის ძალიან საინტერესო რამ ერთი შეხედვით, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ის წინა ორი ამის ნაწილია, თუმცა იგი განყენებულად არსებობს ხოლმე როგორც წესი. მესამე მნიშვნელოვანი ამბავი ეს არის იმ პროცესისათვის ხელის შეშლა, მოდი ასე ავღწეროთ ახლა ეს ამბავი და ერთი სიტყვა არ გამოვიყენოთ ამისთვის, იმ პროცესისათვის ხელის შეშლა, რომელიც ხელს უწყობს ერთიანობას. შეიძლება ცოტა რთულად ვთქვი და ახლა დავშალოთ. ანუ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეს საერთო მიზანი, უფრო შორიდან დავიწყოთ, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ სახელმწიფოს მშენებლობა, აუცილებელი ყოფილა, რომ ჰქონდეს საერთო მიზნად დასახული ამ სახელმწიფოს მშენებლობა. შეუძლებელია ადამიანებმა, რომელმაც საერთო მიზნად არ აქციეს სახელმწიფოს მშენებლობა, აი ესე ჰოპ და გამოუვიდეთ კარგი სახელმწიფო. ყველა ერმა, ყველა ხალხმა, ყველა მოქალაქეების ერთობამ, რომელმაც შექმნა კარგი სახელმწიფო და კარგ სახელმწიფოში რაც გულისხმობთ ინდივიდუალურ შეიძლება იყოს ყველასთვის თურმე, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ და რა არის მათთვის კარგი სახელმწიფო, იმისთვის რომ სახელმწიფო პირველ რიგში შედგეს და მე ვიფიქროთ როგორი იქნება ეს სახელმწიფო, ხო? აუცილებელია რომ ჩვენ შევთანხმდეთ მინიმალურ ამბავზე, იმაზე რომ ჩვენ გვინდა გქონდეს სახელმწიფო. და აი ამაზე რომ შევთანხმდეთ, ამას წინასწარ სჭირდება პროცესი. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიფიქროთ, უნდა გავაანალიზოთ და ეს პროცესი ჩვენმა ქვეყანამ რამდენჯერმე გაიარა, რამდენად საინტერესო არ უნდა იყოს თქვათ და გასაოცარიც ვიღაცისთვის, ხო, ჩვენს ქვეყანას რამდენჯერმე ქონდა ეს ეტაპი, როცა დავიწყეთ სახელმწიფოს მშენებლობა და რაც მთავარია შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ გვინდა გქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. და ამაზე შეთანხმება რომ ვერ შედგეს, ამისთვის მუშაობს ჰიბრიდული ომის საინფორმაციო გარემო, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ვინმესთვის. რატომ? იმიტომ რომ თუ კი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მისი მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ მათ სახელმწიფო აღარ სჭირდებათ, ან მათი სახელმწიფო მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სახელმწიფო იქნება, მთავარია თვითონ კარგად იცხოვრონ, მაშინ როგორც წესი სახელმწიფო, როგორც წარმონაქმნი ქვეყანა, როგორც ემოციური ამბავი, საქართველო როგორც იდენტობის მნიშვნელოვანი ელემენტი ყველა ქართველისათვის, უბრალოდ აღარ იქნება ისეთი, როგორიც თავიდან გვინდოდა რომ ყოფილიყო. ანუ თუ კი ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ რაღაც მომენტში ჩვენთვის დაკარგა აზრი იმან გვექნება ქვეყანა თუ არ გვექნება, აი მანდ ჩათვალეთ, რომ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტმა ძალიან კარგად იმუშავა. და ერთი მთავარი მიზანი, ერთ-ერთი უпростоრად აი ამ სამიდან სწორედ ეს არის, რომ საბოლოო ჯამში ადამიანებმა უბრალოდ აღარ იფიქრონ იმაზე, იქნება თუ არა ქვეყანა ისეთი, როგორიც უნდათ რომ ყოფილიყო თავის დროზე დამფუძნებელ მამებს, მოდი ასე დავარქვათ, იმ ხალხს მიყვარს ამ ტერმინის გამოყენება. ხო, მივედით ალბათ მთავარ კითხვამდე, ახლა სად ვართ? და ახლა ვართ სწორედ აი ამ კრიტიკულ ვითარებაში, როცა ადამიანების რაღაც ნაწილს არწმუნებს ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტი, პროპაგანდით, მანიპულაციით, ტყუილების გავრცელებით, ბევრი სხვა შემადგენელი ელემენტით საინფორმაციო გარემოში მოქმედებისა, რომ მთავარია იყოს რაღაც და ამ რაღაცას მშვიდობა დაარქვეს ბოლო პერიოდში და მნიშვნელობა არ აქვს ამ მშვიდობას რის ფასად მივიღებთ. და სწორედ ამ ეტაპზე შემოდის აი ეს მესამე კომპონენტის მნიშვნელობა, ხო, როცა ადამიანების რაღაც ნაწილმა შეიძლება იფიქროს, რომ მთავარია იყოს მშვიდობა და ეს მშვიდობა რა ტიპის სახელმწიფოში იქნება, ეს სახელმწიფო ჩემი სახელმწიფო იქნება თუ სხვისი სახელმწიფო, დიდი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. როცა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პირველადი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საიდან ჩნდება ეს პირველადი მოთხოვნილებები ჩვენ ამაზე ალბათ დღეს ნაკლებად თუმცა მე უფრო მეც ვისაუბრებთ, მაგრამ ვახსენოთ მაინც აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია, რომელიც აღმოჩნდა რომ ჰიბრიდულ ომში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ამბავია, თუმცა ბოლო პერიოდში დაავიწყდათ და იშვიათად ახსენებენ ხოლმე. აღმოჩნდა რომ თუ კი ადამიანებს დაიყვანთ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის პირველ ან მაქსიმუმ მეორე საფეხურზე, მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ არის პროვაიდერი, ვინ არის მომტანი შენამდე აი ამ საჭმლის და უსაფრთხოების და იგი თანახმა ჰქონდეს საჭმელი და უსაფრთხოება მათ შორის მტრისგან, რაც ნუ სრული აბსურდია, ხო? როგორ შეიძლება მტერმა მოგიტანოს უსაფრთხოება? მტერს მხოლოდ ერთ ვითარებაში შეუძლია შენთვის უსაფრთხოების მოცემა, როცა დაგიპყრობს, მაშინ მე თუ კი გადაწყვეტს რომ შენ მისთვის კარგი მონახარ, უბრალოდ არ მოგკლავს და ეგ არის მთელი შენი უსაფრთხოება. ხო და დღეისათვის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდა სწორედ ეს. რომ რამენაირად დააჯეროს საქართველოს მოქალაქეები, რამენაირად დააჯეროს ქართველები, ხო, იმაში, რომ თავარია გქონდეს მშვიდობა და მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება ეს მშვიდობა. იქნება ეს მშვიდობა შენს სახელმწიფოში თუ შენი სახელმწიფოს მიღმა და ამის მაგალითები ჩვენ მქონია, საბჭოთა კავშირი იყო ამის მაგალითი, როცა სახელმწიფო არ არსებობდა, ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდა, არსებობდა სხვისი სახელმწიფო, ოღონდ იმ სახელმწიფოში მქონდა მშვიდობაც, მქონდა საჭმელიც და ბევრი ადამიანი სწორედ ამას მისდირის. აღმოჩნდა რომ ხო, აი ეს ისევ მივდივართ ბიბლიასთან და ბიბლიური ამბავი იმის შესახებ, რომ მოსეც ვერ შედის აღთქმულ მიწაზე, ხანდახან მუშაობს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხანდახან ადამიანებს, რომელსაც ახსოვთ წარსულში მონობაში მიღებული საჭმელი, ხანდახან საჭმელზე იყიდებიან და ამის ბევრი მაგალითი ვნახეთ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში საქართველოშიც. ხო, მოკლედ ამ ჩარჩოში ვაპირებ რომ ვიმუშაო საბოლოო ჯამში. ეგ არის ჩემი მინი ჩარჩო, რომლის მოხაზვაც მინდოდა ამ ეტაპზე და ამ ჩარჩოში ვაპირებ რომ მოგიყვეთ როგორ მუშაობს ჰიბრიდული ომი საინფორმაციო გარემოში. სამ მიზანზე ვისაუბრეთ და აუცილებელია იმის თქმა, რომ ამ სამივე მიზნის მიმართულებით ხანდახან ცალ-ცალკე მიმდინარეობს ოპერაციები, ხანდახან კი ერთობლიობაში, იმიტომ რომ ლოგიკურია, ხო, თუ კი თქვენ აპირებთ რომ ერთ შეუყიოთ საყრდენები და აპირებთ რომ ერი ვერ შეთანხმდეს იმაზე, რომ რაღაცაზე უნდა შეთანხმდეს, ეს ერთი ამბავი, მეორე აპირებთ რომ ერს საფუძველში შეურყიოთ, ან ბზარები შეიტანოთ და მესამე აპირებთ რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მოახდინოთ აქტიური ზემოქმედება, ნუ ხანდახან შეიძლება სამივე ერთდროულად მოახერხოთ და ხანდახან შეიძლება რაიმე კონკრეტულს დაარტყათ და სწორედ ამ კონკრეტულზე დარტყმას გულისხმობენ ხოლმე ყველაზე ხშირად, როცა პროპაგანდაზე იწყებენ საუბარს. საბოლოო ჯამში პროპაგანდა ეს არ არის ამბავი, რომელშიც ვიღაცა ტყუილებს მოყვება ხოლმე. პროპაგანდა არ არის ხოლმე, როცა ჩამოდგება რომელიმე მინისტრი ან ვთქვათ პრემიერ-მინისტრი და იწყებს ხოლმე დასავლეთის ლანძღვას. ეს ერთი შემადგენელი ელემენტია პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებისა. თუმცა ამის გარდა უამრავი სხვა რამ ერთიანდება სახელის ქვეშ, რომელსაც პროპაგანდას ეძახიან ხოლმე და საბოლოო ჯამში ეს პროპაგანდაც განყენებულად დიდი ხანი აღარ არსებობს ხოლმე. პროპაგანდა ყოველთვის არის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ყოველთვის არის უფრო დიდი გეგმის ნაწილი და ცალკეულად პროპაგანდისტულ ნარატივებთან, პროპაგანდის რაიმე ერთეულ გამოვლენებასთან ბრძოლა როგორც წესი შედეგს არ იძლევა. რესურსის ტყუილა ფლანგო არის ეს ყველაფერი და ამის შედეგები საქართველოში ძალიან კარგად ჩანს. უამრავი ფული დაიხარჯა ფაქტ-ჩეკერების მომზადებაში და გადამზადებაში, რომელთა ერთადერთი საქმეც იყო, ეთქვათ ამბავი ტყუილია თუ არ არის ტყუილი და მერე ეთქვათ რა არის სიმართლე. ოღონდ პრინციპით რომ ვინც პირველი თქვა იმისი ამბავი არის სიმართლე, როგორც წესი საინფორმაციო გარემოში ლიდერი ყოველთვის ის ხდებოდა, ვინც პირველი ამბობდა ამბავს და ვინც უფრო მეტ ადამიანს უყვებოდა ამ თავის ტყუილს და პროპაგანდა სამწუხაროდ ამით არ დამარცხდა. მაგრამ უამრავი ფული დაიხარჯა, ეს ფული შეიძლებოდა ალბათ უკეთესად დაგვიხარჯა ყველას ერთად, თუმცა სამწუხაროა რომ ხო
კონკრეტული ჯგუფები ხეირობდნენ ხოლმე როგორც წესი ამითი და ამაზეც ალბათ თოდესმე ვისაუბრებ დღიად და ასე თამამად. თუმცა მნიშვნელოვანი ამბავი აქ აუცილებლად ის არის, რომ ამის გადააზრების დრო ახლა ალბათ უფრო ნაკლებად არის, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ამბავი, ანუ საინფორმაციო ელემენტის წარმატება ჰიბრიდულ ომში მოწინააღმდეგის მხრიდან მიღწეული წარმატება დიდი ხნის განმავლობაში აღარ გაგრძელდეს და როგორ შეიძლება შევაკავოთ მოწინააღმდეგე პირველ ეტაპზე და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ. ჯერ შევაჩეროთ ალბათ უფრო, იმიტომ რომ ამ ეტაპზე სამწუხაროდ მოცემულობა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, გვეუბნება, რომ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტში სრული დომინაცია აქვს მოწინააღმდეგე მხარეს. ახლა შეიძლება ვიღაცა მითხრას, რომ ძალიან პესიმისტი ვარ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ რეალისტი ვარ და სამწუხაროდ ამ რეალიზმს კიდევ უფრო ამყარებს უამრავი მცდარი ქმედება, მცდარი ნაბიჯი, რომელსაც პერიოდულად ვაწყდები ხოლმე განსაკუთრებით ამ სივრცეში, იმიტომ რომ მიწევს პერიოდულად ადამიანებთანაც ურთიერთობა, პროცესებისთვის თვალყურის დევნება და ხედავ საბოლოო ჯამში როგორ ზიანდება პროცესი ადამიანების მიერ გადადგმული ცალკეული ნაბიჯების მიერ. ხო, გამო. ნახეთ, აქ მნიშვნელოვანი ერთი რამ არის, რომ ხანდახან ამბობენ, რომ შენო მე კონკრეტულად კი არა იმ ადამიანებს, რომლებიც კრიტიკულად არიან ხოლმე განწყობილი სხვადასხვა ტიპის პროცესის მიმართ, ეუბნებიან, რომ შენო იმათ ებრძვიო თუ ჩვენ გვებრძვიო და სინამდვილეში ბრძოლა მნიშვნელოვანი არის იქ, სადაც აზრი აქვს ამ ბრძოლას. ხო, ანუ ეხლა ირაკლი კობახიძეს ვებრძოლო იმ მიმართულებით, რომ იგი ანტი-ქართულ ნარატივებს ატარებს პირდაპირ, ხო? კიდე ერთ ამბავს ვიტყვი, მე ანტიდასავლურ ნარატივებს იშვიათად ვიყენებ ხოლმე ტერმინს, ძირითადად ვსაუბრობ ანტი-ქართულ ნარატივებზე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ანტიდასავლური ნარატივი უდრის აბსოლუტურად უდრის ანტი-ქართულ ნარატივებს. ამიტომ ჩემთვის ირაკლი კობახიძე პირველ რიგში ქართულ ნარატივებთან, ქართულ სახელმწიფოსთან მებრძოლია. ოღონდ ირაკლი კობახიძეს რო ვებრძოლო, რატო აკეთებ ამას თქო, აზრი არა აქვს ჩემი აზრით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იგი მტერია პირდაპირ ქართული სახელმწიფოს იმგვარი ფორმაციისა, რაგვარი ფორმაციაც მე და ჩემს მეგობრებს და რავი იმ ადამიანებს გვინდა ვინც ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის ვიბრძვით, ხო? შესაბამისად ვიცი, რომ მას არ შეეცვლება ეს აზრი, ანუ მას უნდა რომ საქართველოს იყოს განსხვავებული ტიპის სახელმწიფო, კორუმპირებული სახელმწიფო, ნეპოტისტური სახელმწიფო და ასე შემდეგ, რაც ჩვენ არ გვინდა. ამიტომ ეხლა კობახიძეს მაგის ანუ იმისთვის კი არ ვებრძვი, რომ კობახიძემ აზრი შეიცვალოს, იმისთვის ვებრძვი, რომ მას არ ქონდეს ძალაუფლება და მას არ ქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ გაარყვნას და გაანადგუროს ქართული სახელმწიფო, რასაც ახლა აკეთებს. მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ვხედავ, რომ ჩემს მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცებს აკეთებენ ისე, რაც საბოლოო ჯამში ერთიან პროცესს დააზიანებს, მირჩევნია ამ ადამიანებს ღიად უთხრა, ან დახურულად უთხრა, რომ იცით რა არის, ხალხო, ამას თუ ასე გავაკეთებთ, შედეგი ის კი არ დადგება, რაც ყველას გვინდა, შედეგი აბსოლუტურად სხვა რამ იქნება და ამიტომ მე მგონი ჯობია, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ ხოლმე მაგ ამბებზე, ვიდრე რაღაც მოღალატეები და მტრები ვეძახოთ, ეს ესეთ ლირიული გადახვევა იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ კი, პროპაგანდასთან ბრძოლის ნაწილში ბევრი რამ არ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა და რაც უფრო მალე დავიწყებთ ამის კეთებას, მით უკეთესი ყველასთვის. ხო, მოკლედ, საბოლოო ჯამში, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რას ებრძვის პროპაგანდა ცალკეულად ებრძვის კონკრეტულ ამბებს, ხშირ შემთხვევაში ასე გამოჩნდა და ასე ჩანს, ოღონდ პროპაგანდა დამოუკიდებლად არც არაფერს არ ებრძვის, თუ კი იგი არ არის რაღაცას სისტემასთან ბმაში, რაღაც სისტემის ნაწილი და ამ სისტემას ჩვენ დავარქვით ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტი და სწორედ ამ საინფორმაციო ელემენტზე საუბარი იქნება ჩვენი ბლოგების მთავარი მიზანი, მთავარი ამოცანა და შემდეგი ბლოგის თემაც სწორედ ალბათ ეგ იქნება საუბარი იმაზე, თუ რა საყრდენებს ებრძვის საინფორმაციო ელემენტი საქართველოში, რა არის ის ქართული ღირებულებები, რომლებსაც ურტყამს ხოლმე როგორც წესი ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ელემენტები და როგორ მიაწერეს ეს ყველაფერი ევროატლანტიკურ თუ ევროპულ ღირებულებებს და როგორ გვასწავლიან და ცდილობენ შეგვიცვალონ ეს საფუძველი და გვითხრან, რომ რაღაც რაც წმინდა ქართული მოვლენაა და ამაში შემდეგ გადაცემაში თქვენს დარწმუნდებით, არის, ხო, გვითხრან, რომ არა, ეს არ არის სინამდვილეში ქართული და ეს ქართველისთვის უცხოა და რაღაცა ყურით მოთრეულია და თავს მოხვეულია და გვაიძულებენ და ამითი გვართმევენ ქართველობას და ასე შემდეგ. მოკლედ, ქართველობას გვართმევენ იქნება შემდეგი გადაცემის ალბათ სახელიც, ახლა უცებ მოვიდა აზრად.
და ამაზე ვისაუბრებთ. თუ მოგეწონათ ის, რაზეც საუბრობ, ის ჩარჩო, რომელიც მოკლედ შევკარით ამ ბლოგის განმავლობაში, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ჩემი არხი, ჩვენი. მაგალითად, ჩვენი არ არის, იმიტომ რომ ჩემი არავინ არ არის, ამის უკან ორი კამერა დგას მწუთას და ჩემი მეუღლე, მეტი არავინ. ხო. და მოკლედ აი ეგ არის მთელი ჩვენი რესურსი, რომელთაც ამას ვაკეთებთ. ეგ მოკლედ გამოიწერეთ არხი, ძიძიშვილის პერსპექტივა ქვია არხს და ვეცდები რომ ყოველ კვირას ამ ჩარჩოში ვისაუბრო პროპაგანდაზე, პროპაგანდის მნიშვნელოვან ნარატივებზე, ხო, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მიმდინარე პროცესებზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ მაგალითები ჯობია ხოლმე ნაცნობი იყოს ყოველთვის და ამიტომ ნაცნობ მაგალითებზეც ბევრს ვისაუბრებ და იმაზე თუ რისი ნაწილია ეს პროპაგანდა და ეს ნაწილი საბოლოო ჯამში რა დიდ მიზანს ემსახურება. ეგ იყო და ეგ.